ახლობით 40 წუთში დაიწყება უკვე ხელისუფლებაში მოსული გუნდისა და ოპოზიციაში გადასული უმრავლესობის ლიდერთა შეხვედრა. ნოდარ ჩაჩუა იმყოფება კანცელარიასთან, სწორედ ის გააშუქებს დღევანდელ აუდიენციას. ნოდარ, ხომ არ მოიპოვე წინასწარი კომენტარები უკვე? შეხვედრის მონაწილე მხარეები ჯერ სახელმწიფო კანცელარიაში არ გამოჩენილან, შესაბამისად უცნობია დღევანდელი განსახილველი საკითხი, ასევე უცნობია თემაც. იქნება თუ არა დღევანდელი შეხვედრა მედიისთვის ღია, როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლები ჯერ კიდევ შეხვედრის თავად სამუშაო ჯგუფების შექმნის დროსაც ცხადებდნენ, დღევანდელი შეხვედრა და თითქმის ყველა შეხვედრები უნდა ყოფილიყო მედიისთვის ღია, თუმცა ამ გადაწყვეტილებას შეკრების მერე დაახლოებით 40 წუთში უკვე შეხვედრის მონაწილე მხარეები, როგორც მოქმედი მმართველი გუნდი და ხელისუფლება, ასევე საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული უმრავლესობის წარმომადგენლები და პარტიის წარმომადგენლები მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით ასევე უცნობია შეხვედრის განსახილველი საკითხები, თუ რა საკითხს განიხილავენ პირველ შეხვედრაზე, როგორც თავდაპირველად შექმნის მიზნად, როგორც ერთი ასევე მეორე მხარე აცხადებდა, ეს ჯგუფი იქნება საკონსულტაციო ჯგუფი, ეს ჯგუფი არ იმუშავებს თავად მთავრობის უშუალოდ მთავრობის გადაბარების საკითხთან დაკავშირებით, ეს ჯგუფი იმუშავებს მთავრობის გადაბარებამდე ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და კონსულტაციებს გაუზიარებს როგორც მოქმედი მმართველი გუნდი, ასევე საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით გამარჯვებული პარტია. ასე რომ უფრო დეტალურად თუ როგორი იქნება დღევანდელი შეხვედრა, პირველი შეხვედრა ამ ორი ძალისა და რა გადაწყვეტილებები და რა საკითხები იქნება განხილული დღევანდელ შეხვედრაზე, ამას უკვე შეხვედრის დაწყების შემდეგ მოგიყვებით და უფრო დეტალურად გვეცოდინება და შემდეგ გამოსვებებში ვეცდები უფრო ცლად მოგაწოდოთ ინფორმაცია. მადლობ ნოდარ, ეს იყო პირდაპირი ჩართვა მთავრობის კანცელარიდან, სადაც 40 წუთში შეხვედრა დაიწყება.